ახალ ინფორმაცია, რომელიც განსაკუთრებით მძღოლებისთვის არის საინტერესო, დილიდან უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია გომბორისა და ნაქერალას უღელტეხილი და კობი-გუდაურისა და გუგუთის მიმართულება. ამ მონაკვეთებზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები. ადგილზე გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ახლა გუდაურს ჩავთავთ ჩვენ სწორედ პირდაპირ ეთერში, საიდანაც ნოდარ სხირტლაძე მოგვიყვება რა მდგომარეობა ამ წუთებში კობი-გუდაურის გზაზე. ნოდარ, ეთერში ხარ და გისმენ. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესებულია, გარდა ამისა შეზღუდვები მოქმედებს ასევე გომბორისა და ნაქერალას უღელტეხილებზე. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. შეზღუდვები ეხება ასევე 30 ადგილიანზე მეტ ავტობუსებსაც. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სპეციალური სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად ისინი მძღოლებს მაინც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობას ურჩევენ. რაც შეეხება რიკოტის უღელტეხილს, რიკოტის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია და ნებისმიერი სახეობის სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობა დაუბრკოლებლივ შეუძლია. შეზღუდვები გვაქვს, რეჟიმები გვაქვს დაწესებული სამხედრო გზაზე. გუდაურამდე, ნატახტარი გუდაურამდე ყველა ტრანსპორტისტვის და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური კობის მონაკვეთზე გვაქვს შეზღუდვები, ასევე იქ არ შეიძლება მისაბმელი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისტვის მოძრაობა. ასევე სასურველია, რომ მოძრაობა დანარჩენი ტრანსპორტისტვის იყოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ნოდარ, მე როგორც ხედავ ახლა კადრში არ თავს, მაგრამ თუ არის შენთვის ცნობილი მეტეოროლოგების პროგნოზის შესახებ, როგორი ამინდი არის მოსალოდნელი უახლოეს დღეებში? სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ნალექიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება. დასავლეთ საქართველოში წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვა არის მოსალოდნელი. ხო, უცხოდი რაღაც. დღეს ნალექები ყველგან შეწყდა, მაგრამ ხვალიდან კვლავ განახლდება პროცესი. ნალექებს ველოდებით როგორც დასავლეთ საქართველოში, ასე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში უმეტესად წვიმის სახით გვექნება, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოთოს. მათ შორის თბილისშიც შესაძლებელია მცირე თოვა მოვიდეს. ტემპერატურა ხვალიდან მცირედ მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 16 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში 7 გრადუსამდე შესაძლებელია გათბეს აერი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთსა და გომბორისა და ნაქერალას უღელტეხილებზე გარკვეული შეზღუდვები მინიმუმ 1 დღე ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მადლობთ, ნოდარ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა გუდაურიდან და ნოდარ სხირტლაძე.